Canon G7X-ის ანალოგი თანაც უიაფესი თემუდან. ერთ-ერთი განსხვავება მაგარ კამერას შორის, გარდა იმისა, რომ ის Canon-ია და ეს რაღაც თემუს კამერა, არის ფლეშის ადგილმდებარეობა და სენსორი არ აქვს ამ კამერას. ფუნქციურად კიდევ შეიძლება ძალიან ბევრი განსხვავება ქონდეს, მაგრამ როგორც იაფიანი ანალოგი არის შეუდარებელი. სიმართლე გითხრათ, არ ველოდებოდი ამდენად ხარისხიან ფოტოებს თუ გადაიღებდა, მაგრამ მართლა გაოცებული ვარ, იმიტომ რომ აქვს არაჩვეულებრივი აღქმა გარემო ტერიტორიის, თუ არ ვიცი როგორ ვთქვა, და ტელეფონში რო გადაგაქვს, მართლა შესანიშნავი ხარისხი აქვს ფოტოებს, განათება აქვს უსაყვარლესი, რაღაც ძალიან თბილ ფოტოებს იღებს, რაც ძალიან მომწონს და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ამ კამერით. გამოწერე თემუდან 200 ლარად დაახლოებით. ჩამოდის ასეთი ყუთით, მოყვება თან ეს კიდევ ასეთი ხუფი კამერის დასაცავად და დამტენი, რაც ჩემი აზრით სრულებით საკმარისია. ყველაზე მეტად რაც ამ კამერაში მომწონს არის ეკრანის ფუნქციონალი, რომ შეგიძლია ამოატრიალო ეკრანი და სელფის გადაღების დროს უბრალოდ კარგად დაინახო საკუთარი თავი, ტერიტორია და ასე შემდეგ. და მომწონს ყველაზე მეტად ასევე ის, რომ არის ძალიან მსუბუქი, შესაბამისად, როდესაც ჩანთაში მიდევს, პრაქტიკულად ვერ გრძნობ, რომ თან მაქვს, მაგრამ რეალურად თან მაქვს. მინუსებიდან ვიტყოდი მხოლოდ იმას, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ არის რაღაც ხარისხიანი მეტალი, როგორც ჩანს გადაკრული აქვს რაღაც თხელი დამცავი ფირი და ეს ფირი იქერცლება, არ ვიცი, აქ რამდენად გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ჩანს, როდესაც უყურებ. ასევე აქვს რამდენიმე რეჟიმი, შეგიძლია თავად აკონტროლო, გადაიღო ფოტო ან რამდენიმე კადრი ერთად, ასევე გაქვს ტაიმერის ჩართვის საშუალება, ვიდეოსაც ძალიან საყვარლად იღებს, რაც ძალიან მომწონს და წინა მხარეს ბრწყეთ შიდა მხარეს რაც შეეხება, აქ აქვს ღილაკები, რომელთაც აკონტროლებ ფლეშს, იგივე თუნდაც ფოტოების დათვალიერება თუ გინდა, ან წაშლა, ან განათების შეცვლა და ასე შემდეგ. თუმცა მე ერთ რეჟიმზე მაქვს დაყენებული და თითქმის ყოველთვის ამ რეჟიმით ვიღებ ფოტოებს, რაც ძალიან მომწონს. რაც შეეხება ლინკს, გამომდინარე იქიდან, რომ TikTok-ზე არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ლინკი გავაზიაროთ არც მესიჯებში მათ შორის, შემიძლია ჩემს Instagram-ზე ავტვირთო ლინკი სტორში. ეს არის ჩემი Instagram-ისადმი აქ მივაბავ. და მე ჰაილაითებში დავამატებ, რომ თქვენთვისაც და ჩემთვისაც უფრო მარტივი და კომფორტული იყოს. თუ რამე შეკითხვა გაქვთ კიდევ ამ კამერასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დამწეროთ კომენტარებში და სიამოვნებით გიპასუხებთ, ან ვეცდები, რომ ამ მომწურავი პასუხი გაგცეთ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე და ძალიან გამიხარდება, თუ ჩემს არხს გამოიწერთ. ამჟამად ეს კამერა ქართულ თემუზე აღარ არის სამწუხაროდ, თუმცა არის ამერიკულ თემუზე. ფასდაკლებით ღირს $50 და ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ამერიკული თემუდან გამოწეროთ, ჩვეულებრივად დაუკავშიროთ თქვენი გადამზიდი კომპანია და ჩამოგივათ უმარტივესად, ანუ ეს რაღაც განსაკუთრებულ პრობლემას არ შეგიგებთ.